მოგესალმებით მეგობრებო, მშვიდობა მოგცეს უფალმა. მე ვარ მარიამი მარღია, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მახარის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლი. მინდა მოგახსენოთ მეგობრებო, რომ ქრისტიანის ცხოვრების წესი არის შემდეგი. როგორც ყველამ ვიცით, ეს გახლავთ ლოცვა, მარხვა, კეთილსაქმით აღსრულება, ზიარება, სინანული, აღსარება, წმინდა ადგილების მოლოცვა და მინდა გითხრათ, რომ ამ ბოლო დროს რაღაცნაირად განიჩნდა ცხოველი ინტერესი, რომ მომელოცა წმინდა ადგილები, განსაკუთრებით ჩვენს ეპარქიაში შემავალი წმინდა ადგილები და ერთ მშვენიერ დღეს ჩემს მეგობრებს, ჩემს სულიერ და-ძმებს გაუზიარა ეს აზრი და მოიწონეს და რამოდენიმე ადამიანი შევიკრიბეთ და მოვილოცეთ ზოგიერთი წმინდა ადგილი. და ვიყავით ბოლოს ნაგურუს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში და აქ იმ დღეს ბრძანდებოდა ჩვენი ეპარქიის მღვდელმთავარი მეუფე გერასიმე და სადღესასწაულო ჟამის წირვა იყო და სწორედ ამ სადღესასწაულო ჟამის წირვის შემდეგ, როგორც წესი, სადღესასწაულო ტრაპეზი იყო და მან ჩვენმა მღვდელმთავარმა განაცხადა ასეთი რამ, რომ ჩვენ მივიღეთო უფრო სწორად რომ ვთქვათ, გადაწყვეტილება, რომ მოვილოცოთო ერთობლივად ჩვენს ეპარქიაში შემავალი ეკლესია, მონასტრები, წმინდა ადგილები და ამით ჩვენ ერთმანეთს უფრო დაუახლოვდეთო და უფრო უნდა შევიყვაროთ უფრო ერთმანეთიო და სიმართლე გითხრათ, ძალიან მომეწონა ეს აზრი და ძალიან გავიხარე, იმიტომ რომ ჩემს პირად, ასე ვთქვათ, ძალიან დაემთხვა მეუფეს ლოცვა კურთხევა და ამას კიდე ის დაემატა, რომ ჩემთვის ეს განსაკუთრებით დიდი სულიერი სიხარული იყო ეს წმინდა ადგილების მოლოცვა, მაგრამ ამავე დროს იყო ძალიან დიდი სინანული დამეუფლა და რატომ? იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ ამ წმინდა სალოცავების შესახებ პირადად მე არაფერი ვიცოდი, მიუხედავად იმისა, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ვცხოვრობ, ყოველი ჩვენგანი ნაკლებად ვიცნობ ხოლმე ან ჩვენს წმინდა სალოცავებს და გული დამწყდა მართლა, გულწრფელად ვამბობ და ამ ყველაფერი ამიდან გამომდინარე შემდეგ ვიფიქრე, რომ მოგვილოცა გაგვეგრძელებინა წმინდა ადგილების მოლოცვა და დაწვრილებით გადაგვეღო ვიდეო კადრები, და ვეცდებით ჩვენ, რომ ყველაფერი დაწვრილებით მოგაწოდოთ, ყველანაირი ინფორმაცია შეგახვედროთ ამ წმინდა სალოცავების აღმშენებლებს, წინამძღვრებს, მონასტრების წინამძღვრებს და ასე შემდეგ, სხვა კეთილ ადამიანებს, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენი ეკლესია მონასტრების აღმშენებლობით საქმიანობაში. და რა ვიცი, ეს უფლისნება არის ყველაფერი, ჩვენ გულწრფელად გვინდა ეს გავაკეთოთ, ჩვენ არა ვართ პროფესიონალი ჟურნალისტები, არც პროფესიონალი ოპერატორები, უბრალოდ ჩვენი სურვილია, რომ აი გულწრფელად მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს ეპარქიაში მდებარე წმინდა სალოცავების შესახებ. დღეს კი მინდა გითხრათ, რომ აგერ მოვედით ჩვენ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ყუიშკარის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, მამათა მონასტერი არის აქ. ამ მონასტრის წინამძღვარი გახლავთ იღუმენი ექვთიმე ახალაია, არაჩვეულებრივი ადამიანი და გველოდება მამა ექვთიმე, ჩვენ ვართ შეთანხმებული შეხვედრაზე, ჩვენ ადრეც ყოფილვართ და ეს არის საოცარი წმინდა ადგილი, თქვენ ამას დაინახავთ და მიხარია, რომ სწორედ დღეს თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ მოვილოცავთ აი ამ წმინდა ადგილს. მოგესალმებით კიდევ ერთხელ მეგობრებო, როგორც ხედავთ, დღეს ჩვენ გვახსოვს დედნიერება სწავლებისგან, რომ ვიმყოფებით ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ყუიშკარის საყოველთაო ცნობილ წმინდა გიორგის ტაძარში და ჩვენს გვერდით იმყოფება აგერ წინვალე ადამიანი, შესანიშნავი სასულიერო პირი, ამ მონასტრის, მამათა მონასტრის იღუმენი ექვთიმე ახალაია. ამ ტაძარში, ამ ტაძრის გამო შეიძლება უამრავი კითხვა დაისვას. ტაძარი არის ბევრს მოგაწყვეტ, უშუალოდ გადავართ მამამისთან ერთად კითხვით. აი მამა, სასაუბრო ძალიან ბევრი არის და ძალიან ვთქვათ მოგიხართ. რამოდენიმე სასწაულს მოქმედი ხატებია, ხატი არის ამ ტაძარში, მნიშვნელოვანი დეტალები წარსულიდანაც დემაგერებით და გახსოვთ, რომ ვისაუბროთ ამის შესახებ ჩვენს მრევლს.
შეიძლება ისეთი რამე, ისეთი დეტალებიც გავახსენდეს ახლა რაც მანამდე არ ვიქნია არ ხოცნობილი ზრუნვისთვის. ეს წმინდა ნებობის ხარი, როგორც ჩვენ ვიყვებია. ისე სხვადასხვა ალბათ ვინც ბოლომდე იყო ამის მე ალბათ ახლობლები 20% იმის რასაც თვითონ ამბობდა თვითონ ვიყვება. იმდენად არ ვიყიდა ამ ხალხის შესაძლებლად ჩვენი ხალხი არის ეს სადღაც ჩვენ არ ვიყავით. საფრთხე მიტანეს სარესტავრაციო ცენტრში თბილისში, სადაც თავდება ძველ ნივთებს სურათია ხელოვნების ნიმუშია ექსპონატებია, შესაბამისი დამუშავება და ხდება ასაკის დადგენაც თავიანთი მექანიზმები ამასთან დაკავშირებით. ასევე ამუშავების სხვადასხვა ხსნარებით, დაშლის პროცესი აწარმოებს და მათ ვთქვიათ, რომ დაახლოებით ზუსტი ასაკები დაადგინეს მე-15 საუკუნის იქით აისო კიდევ არის ძველი ხალხი არისო, ისინი 17 საუკუნის მეორე ნახევრისკენ არის ასეთი ისტორია აქვს პატარა ისტორიას გეტყვით, რასაც ჩვენ ვიყვებიან და რაც ვიცით, იმას მოვიყვებით რუსეთის საფრანგეთის ომის დროს, ეს რუსეთის ტერიტორიიდან თქვენ ჯარისკაც გადაურჩენია. შენობას წაედი და ცეცხლი იქ რაღაცა ბევრმა ბევრი რაღაცა გადაარჩინა და ამ ერთ ჯარისკაც ეს ხალხი თავისთვის დაუტოვებია და დაარჩინა ეს ნაწილობრივ მწვავე წყოქერა თავისი თავი აუდგენია როგორც ჩვენ ვიყვებიან და წაიღო თავისთან საფრანგეთში და გავიდა წლების საუკუნეები და ეს ხალხი აღმოჩნდა საფრანგეთის აუქციონზე ჩვენს დროში 2 წლის უკამდელი ამბებია ეს ეს ძალიან დიდი აუქციონია როგორც ჩვენ ვიყვებიან ყოველ წელიწადში ერთხელ მარტივად მთელი მსოფლიოდან ამას საინგებო ჩამოვიდნენ და იშვიათი ნივთები გამოაქვთ, ერთეული ნივთები გამოაქვთ გასაყიდად და საქართველოდანაც მონაწილეობს შესაბამისად დროდადრო ჯგუფი ამ აუქციონზე. მათ აქვს ხელოვნების რაღაცა ქვია მათ სამსახურს და უამრავი სერვისებია და ერთ-ერთი სერვისი რაც მათ აქვს ეს არის თქვენ შეიძლება თქვენთვის თუ გინდათ რაღაცა მნიშვნელოვანი ესეთი სურათი ხელოვნების ნიმუში ექსპონატი ძალიან საჩუქრად გინდათ ამ კერძო თქვენთვის გინდათ შეიძლება ამათ შეუყვეთოთ ესენი ძებენ ამას სადაც უნდა იყოს დაადგნენ ეს ხო არ არის ფალსიფიკაცია ორიგინალი ხო არის ამას ესმით ეს საკითხი კარგად და სავსებით მისაღებ პირობებში ფორმალისტვის ჩამოართმევს ასეთი შეკვეთები ქონდა ჩვენ დავასრულოთ ვინც იყო ბოლომდე ქალბატონი თეაკო გუაძე არის ეს ქალბატონი დალოცოს და გაახალოს უფალმა ქალბატონი თეა შეეცვისგან ბურთალ ნიკოლოზი ისე აქ შეჩერდები და ერთ დეტალს ვიტყვი რომ თურმე ბავშვობიდან ძალიან უყვარდა ეს დიდი წმინდანი მას და ჯირი დაატარებდა წმინდა ნიკოლოზის ხალხს უჩუქია წმინდა ნიკოლოზის ხალხი მისთვის და ჯირი და ჯირი არ უნდა შეგვიძლია ჩანთი დავატარებია ჩემ ცხოვრებაში თუ რამე ესეთი იყო სასიხარულო თუ რამე იყო განსასწრებელი ამასთან მიხარ და ამასთან პიროდი ამასთან ესა და იქიდან გამოყვა ესეთი განსაკუთრებული სიყვარული და დამოკიდებულება ეხლა გავაგრძელებ ესენი მონაწილეობენ აქ დავასრულეთ ჩვენ რაც ქონდა ჩვენი შეფასება უნდა დაგვეტოვებია აუქციონი ისე ეს მისო ხმა ვიღაცა გეძახდეთ აი როგორ გაგაგებიოთ როგორი და როგორ ამ მოსმანკრაინა ადამიანი გეძახდეთ მიშველებთან რაღაცა ესეთ დაახლოებით ასეთ რაღაცა წამიყვანე ესეთ რა ასეთ ხმა და ჩემი ყურადღება ამ ხალხმა მიიპყრო და ისე სამი ხალხი ყოფილა გამოტანილი აუქციონზე დროდადრო გამოაქვთ ხალხებიც მაგრამ არა როგორც ხალხი და საოცარი არა როგორც ხელოვნების ნიმუში ხოდა ორი მცირე ზომის ხალხი ყოფილა კიდე საწყისი ფასი 400 ევრო ყოფილა ამ ხალხის წმინდა ნიკოლოზის და იმ ორი მცირე ზომის ხალხის 200-250 ევრო არის 350 და მქონდა ჩემი ფული დარჩენილი დაახლოებით 400 რაღაცა ევრო რაცა გეძახის და ჩემი ყურადღება მიიპყრო ხალხმა და რაღაცნაირად მოახლოვდი და ასეთ რამე მესმის ხალხიდან ახანში გაიგონე ახლა ჩემი და სულს ვერ გავაგონე აქედან წამიყვანა ჩემი
შეუცვლია ახლა ამაზე გასა ეს ჩვენთვის კიდევ მიხედები ვიკითხეთ ვინმე ხო არ მეყურება რაღაცა ხო არ ხდება რა არა ისე იმეორებს ისე წამიყვანე ეს და როგორ მოვიქცე ისიც ავიცი სად არის ახლა ვინმე ის რა ვკითხო მე და ჩემი სულ ვკითხო რამე თანამშრომლებს ესე გაგიჟებულა და ეს მინდა რომ ახლა ჩემი დაუწევ ახლა ადამიანურად როგორც შემეძლოს გამიგია ახლა გავს რომ დინარე ხადი გამიგია სამდინარე გამიგია სამდინარე რაღაცა მოდა ესე რომ საუბარი ეს ჩემთვის პირველი და უჩვეულო იყო ძალიან მეუბნებია ჩემი რა ესე გადაგო ხოლმე არის მეკითხული არ მაქვს სულ 400 ეურო დამჭა რაღაცა და რომს დავრეგისტრირდა ახლა აუქციონზე და მონაწილეობა რომს მიიღო 2500 ეურო და იგება და გავხსნე ამ შეფასებას უნდა ვთხოვო რაღაცა თანხა და არა ვფიქრო გადაცადა და დამისის უნდა წავიყვანო ცოტა ამას ვეუბნებიო და გაჩერდიო მითხავდა გავჩერდიო და შენ დარეგისტრირდი ახლა აუქციონზე დანარჩენი მევიწეო კარგი დავრეგისტრირდი და არა ვფიქრო მოიცა რაღაც ჩემი 400 ეურო მინიმუმად ახლა არა წამებში შეიძლება ყველაფერი თუ მე დიდრესი ხალხი მონაწილეობს აუქციონია და უცები ხდება ისე 400 ეურო სასახიფასია და სად გაჩერდება მე და ძალიან თუ გამოაცხადება აუქციონზე მოვიდა ჩემი დრო გამოაცხადა აუქციონზე და ვიხედები შიშობთან ვიხედები იქიდან აცხადებენ კაციშვილი არა ხალხის ყურადღება ხალხის ყურადღება არ არის ყველა თავისი საქმე არის, რომელიც გართული იქნება. ისინიც ვინც აცხადებენ, ვინც არიან იქსა, უპირთ მაგათაც, ერთი კაცის რო არ გამოიხმობა, გამოხდა ესეთი არ ხდება, შეახატვა ესეთი რა მოხდა. შემჩა 400 ეურო. კიდევ პირველ დაძახა არის პირველ 400 ეურო შემჩავდა. იმის მერე როგორც კი გამოაცხადეს ის უღელცე ზონის ხატიო აუქციონზე 250-350 ეურო როგორც გამოაცხადა წამებში 4-5000 ევროებად გაიყიდა. აი იმ წამში გაიყიდა 20. ეს უფლისება იყო მაგრამ შეფსოვის ხოლმე. ერთი კვირაში აი იმის მერე ერთი კვირაში ჩამოვიდა ეს საქართველოში თბილისში სადაც ესენი ცხოვრობენ ბინაში თავისი შეფუთით სერტიფიკატი თავისი ნებართვით ყველაფერი დაახლოებით 100 წლის განმავლობაში ამ აუქციონის ვებგვერდზე დღეს ყველა ეს ინფორმაციები დაარქივებული და შეიძლება ყველაფერი ის გადაამოწმოთ ნახოთ ყველაფერი და ჩამოვიდაო და როგორც კი გავხსენით ეს შეფუთვა ყველაფერი ამოვაბრძანეთ ხატი გავაბრძანეთ ხატების კუთხეში ავანტეთ სამთელი და რაც იმ დღიდან დაიწყო რაღაცა სასწავლებელი როგორ რაღაცნაირად უჩვეულო რაღაცები ჩვენს ოჯახში და ჩვენი ოჯახის ირგვლივ ჯერ კიდევ არ მოგეყვებით ხატმა თვითონ გამოაჩინოს თავისი თავი და ახლა დრო გადის ამ ოჯახში ხდება სასწავლებელი ერთმა გაიგო მეგობარს უთხრა რომ მეგობარი მოვიდა რაღაცა ითხოვა სამთელი ამთოში ის ხელი მოიმართა წარმატებული აღმოჩნდა მისი რაღაცა საქმიანობა რაღაცა დაეკარგა იპოვა რაღაცა კრიზისში ჩავარდა ფინანსურში იქიდან გამოვიდა ასე და იმას უთხრა ამას უთხრა და ჩვენ დახვეწებო და ნათესავი მეგობარი ახლობელი მეზობელი და გახშერდა უკვე ვიზიტი ხატან ვიზიტი გახშერდა და ახლა ეს გავაკეთე მიზახისო ახლა რაღაცნაირად ესე ისო დამაფიქრა ვამაკაცო ვეო სასულიერო პირი ხო არა ვარ მან კითხავი ხო არა ვარ მე ისეთი ბინის გარდა რეგიო დავიდგა ვიფიქრე რომ ასე არ შეიძლება ასეთი სასწავლო კონკრეტი ხატი ალბათ უკვე უნდა ბრძანდებოდეს სადმე ტაძარში კონდეს ხალხს ხოლმე მივიდეს თვითონ ილოცონ და ანტონ სამთელი წაიკითხა ლოცვები მაგის იქნება დავუშვებთ თუ შეეწევა დიდი წმინდანია დიდი მეოხია და ფაველია და ვიფიქრე თბილისში რომ სადმე რომ იმეტანა მაგრამ თბილისში ბევრია სიწმინდეები ჩამოთვალასწრება ცხოვრებია სამბასი მიაკაშოთ ასე შემდეგ ჩამოთვალა სამეგრელო ვიფიქრე აქეთ და რატომ მაინც სამეგრელო და რატომ აქეთ ასე ჩვენთან ეს ორჯერ არის ნამბობი მონცვაზე და რაღაცა ეს მოვიდა მას აზრა რომ მეკითხები ახლა ხაცთიც ასე დავადებიო რომ არ მეკითხავთ თავი გინდაო შენ სამეგრელოში წაიყვანო იმაში სუბიჩი არის
სოფელი ყულიშკარის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარია, მამათა მონასტერია, იქ მამა ერთუნია წინამძღვარი და არის ამაკო დასრულებული ამას უკვე ყველაფერს ეს პირდაპირ და წამიყვანა სასწრაფო წამიყვანა. იქ ჯარისკაცად დაუდგენია წამიყვანა სასწრაფო და ესე იგი ეს იყო ორი წლის უკან პეტრე პავლოვის მარხვის დასაწყისი და პეტრე პავლოვის დასასწაულზე ამამზადებდა. ანუ მინდოდა რომ ცოტა ჩემთან ყოფილიყო, მაგრამ საშვილი არ მოხდა. და იმის მერე აქა ძალიან ბევრი ხალხი მოდის. მოდიან სამკითხავენ და მადლიერების ნიშნად მე სულ მოდიან ხოლმე. Mama, Serafim Salomei's ხაცეს მოდელი. წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილიც მოვწამდა იქ. არის წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილიც ნაცხოვრის საფურის სხვა არის კიდე მოთავსებული და მოკლედ ძალიან ბევრი. მე შეიძლება ერთი ვერ ამოწუროთ. რახან შეიძლება მე კიდე რაღაცა გაკური დროის მერე რომ მომწამდა ძალიან საინტერესო იყოს მოიყევი და რახან ყველაფერს აქვს რაღაცა აი ისტორიები რო აქვს ასე პატარა ისტორიები აქვს ესეთი საინტერესო. წმინდა სერაფიმ სალომეის ხატი ამასაც ისტორიაა, ეს ხატი არის ქვაზე დაწერილი ხატია, როგორც მენახვა ხედებით. ესა ქვა არის იმ დიდი ლოდის, როგორც ჩვენ გვიყვებია ფლობელი ვინც იყო ასეთანაც გვიყვება რომ ეს არის იმ დიდი ლოდის ქვის ფრაგმენტი, რომელსაც თვითონ წმინდანი ლოცულობდა. იმ დიდი ლოდის ფრაგმენტია და იმ დიდი ლოდიდან ფაქტიურად ფიზიკურად არ დარჩა არაფერი, ამ ის დაუშლია თავის დროზე. იქ ხალხის ნაკადი არ წდებოდა თურმე. იქ სასწავლებელი ხდებოდა ხალხი ლოცულს კითხულობდა ფილის დაუშლებს და მე ეს დაუშლია ეს ლოდი. და მოწმეს მიყოლდა როგორც წმინდა ის. ეს იყო საბჭოთა ეპოქა. ერთ-ერთი იქ ვინც ახლოს სოლოს შედარებით ერთი დიდი ფრაგმენტი წავია, თავისთვის ეს დაუმუშავებიან და ხატი დაუწევია. თავისთან ოჯახში დაუწევია თავის კუთხეში. ახლა ჩვენთან როგორ მოგზაურდა ეს ხატი? რუსეთში მოსკოვში ცხოვრობს ერთი ქართველი არის მეუღლე ადგილობრივი ყავს იქაური და ისინი დაახლოებულები არიან, როგორც თქვენ გვიყვებიან სალოს მონასტერთან ძალიან. ეს წმინდანი ძალიან უყვართ თელს ოჯახს. მათთვის ვთქვათ, რომ ძალიან ხშირად იქ სამლოცველო წააშენეს, თანადგომა მატერიალურად არის, ფიზიკურად არის, შიგნიდან ამბობ. უთხრეს, რომ რახან თქვენ ძალიან ახლოს ხართ ჩვენთან ასე, ერთ-ერთ ოჯახში ასეთი სიწმინდე ბრძანდება, რომ თქვენ მოილოცეთ. მივიდნენ ესენი, მოილოცეს. იქო ის ყველას კი არ უშავდა, მიუთაც რომ ესე არ არის, რომ ისას როგორც უნდა ისე მივიდნენ. აუგია იმ კაცს პატრონს და ეს შინთან როცა იყოს. აი ეს წამოუგზავნებიან პიროვნებას ეს თავისთან. ეს ქართველია. ქართველი წამოუგზავნებიან თავისთან და ვინაში სადაც ხოვს. გადის დრო და ეს კაცი ეს არის ძალიან მოწვარი ყავთო, ამსალებელია შეგებულა და სიზმარი ნახო. სიზმართან დაკავშირებით ის თვითონ იძახის, თვითონ ასე ჩვენ ესე ვარ, ძალიან მთლად ვარ და არა ვარ ჩვენ ჩაჭიდებული ამ სიზმარს და ამით რაღაცა და ერთი და იგივე რამოდენიმეჯერ რომ დაესიზმრა, უბრალოდ ამიტომ ამას უკავშირდება მე ყველაფერს აყვება ამას, ასეთი